ეხლა ვიდეოს ვუყურებ და თუ ეს ვიდეო შენს ფორიუზეა იმდენად ბევრი სირთულე გამოიარე ცხოვრებაში, რომ სიკვდილის ტოლფასი იყო შენთვის ის ემოციები, რომელიც გამოიარე. ამ წამს ემოციებს ინახავ და თითქოს არ ავლენ, არ გამოხატავ, იმიტომ რომ შენ თითქოს არას თქმა არ იცოდი წარსულში, თითქოს ძალიან ხათრიანი იყავი და მე ადამიანებმა ამით ისარგებლეს და ძალიან გაბოროტდნენ შენს ირგვლივ. ეხლა როცა შენ ამ ვიდეოს უყურებ, ძალიან მიჯაჭვული ხარ ამ ადამიანებს და გიკვირს რატო გექცევიან უსამართლოდ. არც რომ არ არსებობდეს. დედამიწაზე ყველა სამართალი რო არ არსებობდეს. არც ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი რო არ არსებობდეს, მე გეტყვი იმას, რომ ეს ყველაფერი უკვე შეცდომა. შენი აზრი, როდესაც სხვაზე დამოკიდებული, ეს უკვე შეცდომა. შენ როდესაც სხვაზე ხარ დამოკიდებული, ეს უკვე შეცდომა, ამიტომ შენ იცხოვრე შენი თავისთვის. ადამიანების კინ უგწყით ასე რატო გექცევიან? შენ თავის გეწყინოს, რომ ასე უსამართლოდ ექცევი საკუთარ შესაძლებლობებს, ასე უსამართლოდ ექცევი შენს ემოციას, ასე უსამართლოდ ემყრობი შენ თავს და მე უბრალოდ ძიხარ, გწყინს და ფიქრობ, რატო მოგექცნენ ასე? შენი აზრით? ნეტა იმიტომ ხომ არა, რომ გადაყოლილი იყავი ყველაზე. ნეტა იმიტომ ხო არა, რომ ზედმეტად არავინ არ დაგიფასა შენი შრომა და ემოცია. ხო და ადამიანებს რო გააზულუქებ. ამ გაზულუქებულ ადამიანებს აღარ უნდათ მერე რომ ისე აღარ ექცეოდე, როგორც შენ იქცეოდი და მერე უკვირთ. უი, რატო შეიცვალა ეს ადამიანი? იმიტომ რომ ასე მოგექცნენ. და შენ რო დგახარ და იცვლები და სიცივეში ხარ და არავინ გეკითხება როგორ ხარ, გწყინს. იმიტომ გწყინს, რომ უბრალოდ გინდა რომ მომკითხავი გყოდეს. და არ გყავს ეს მომკითხავი. და იცი რატო? იმიტომ რომ უსამართლო ხარ შენი თავის მიმართ და არასდროს პრივილეგირებული არ არის შენი თავი შენთვის. რას ელოდები? დროა შენი თავი პირველ ადგილას დააყენო და უბრალოდ გახსოვდეს, რომ შენი თავის სიყვარული უბრალოდ პრივილეგიაა შენთვის.